მოგესალმებით. მოგესალმებით, ბაბა. პირველ რიგში მე და ყველას მოგიწოდოთ სუსუბისკენ, ბოდიში, თუ შეიძლება, ბოდიში. პირველ რიგში მოგესალმებით და ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველივე დღიდან ჩვენ საერთო ოპოზიციური მოძრაობა არაერთ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ შეხვედრამდე ვაცხადებდით, გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესი არის ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესი არის ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს მიულოცდა და დამარცხებული, სადაც საუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებული იყო. საუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო თავარი ჩვენი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად, ხომ? და მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა 2020 წელს ბუნებრივია. სამწუხაროდ ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევნების შედეგები გააყალბა და მოიპარა. შესაბამისად ცვლილებები ვერ განხორციელდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. არადა ამისი ნება, ამისი სურვილი დაუოკებელი საზოგადოებაში იყო. დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგებიდან. ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ ახლა უნდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მიუჟეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ იყო და არასოდეს არ იქნება ძალადობა, არასოდეს არ იქნება ვიღაცის დაჭაგვრა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ რომ მართლები ვართ, ჩვენ ვიღაცა კი არ უნდა დავჭაგროთ და არ გვინდა დაჭაგრა, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა განვითარდება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. რაც არ უნდა კარგი განცხადება ახლა მე გავაკეთო და ჩემმა კოლეგებაც გააკეთოს, თუ სისტემაში არ მოვა ეს ჩემი და სხვების ნათქვამი, ჩვენ წინ ვერ წავიწევთ. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, გუშინდელი ჩვენი დღეს დილით ბუსროთ გავრცელებული განცხადება, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი რიშის მიერ და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს ჩვენი საერთაშორისო მეგობრობის მხარდაჭერა. მე მთელი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს განათდა რიგ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში გულისხმობ ბატონ გახარიას, რომელმაც როგორც ჩანს არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯის სისხლის ღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ საკუთარი გუნდის წევრები. იმიტომ ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ადამიანური სოდვაც აქვს
20 ივნისთან დაკავშირებით და უნებრივი ამ ვაკანს ის ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს. მაგრამ ის რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან ის რომ მან პრაქტიკულად აღიარა რომ იგეგმებოდა დღეს სისხლის ღვრა როგორც ჩანს და ძალადობა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე რომლებიც ვართ ახლა წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის ოფისში და ეს არ გააკეთა რა თქმა უნდა არის დასაფასებელი მაგრამ ეს საქმეს არ უშველის, საქმეს უშველის ახლა სწრაფი მოქმედება და სწრაფი მოქმედებები უნდა იყოს ხორჩესკული, ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას, საერთო ოპოზიციური მოძრაობა, ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით. ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ. Modernde gadada თქვენი აქტივობები იცით რა არის? მეათე ხარის მე ამ წუთას ვიდრე ჩვენ საუბრობთ ალბათ მეორე და მესამე ხარისხოვანი არის მესამე და მეორე და მეოთხე ხარისხოვანი არის ჩემი დაჭერა ვერ დაჭერა ისედაც ცხადი იყო რომ ჩემი დაჭერა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი გამომდინარე მარტივი მიზეზიდან რომ ჩვენ ვართ მართლები ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს ჩვენ ვართ ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე და ძალმომრეობა ჩვენზე ვერ იგზალადებდა ამიტომ ახლა როდესაც გაჩნდა შანსი რომ ქვეყანას მოუპოვოთ ახალი არჩევნები ჩვენ მზად ვართ გავხსნათ ეს დისკუსია რეჟიმის წარმომადგენლებთანაც კი ოღონდ ეს ყველაფერი ხდება უკვე რა თქმა უნდა კვლავ ჩვენი პარტნიორების თანამონაწილეობით ეს არის ახლა მთავარი და რა ის რომელ ჩვენგანს ემუქრებოდნენ გუშინ და დღეს დილით სულ რაღაც რამდენიმე საათის წინათაც დაკავებით და დაჭერით რომლის საფუძველი გოთ არ არსებობს. ბატონონიკა, თქვენი დაკავება ყველიათის დაკრაგდუწესლიგი და მაინტერესებს რომ ეს განცხადება მე ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემს კოლეგებთან ერთად თქვენთან ერთად ის მოლაპარაკების პროცესი, რომლის გამართვის შესაძლებლობა გაჩნდა და ბუნებრივია ამ მოლაპარაკებებსაც მე როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად და ლიდერებთან ერთად დავესწრები აუცილებლად. თავარი არის ახლა რეალობას თვალი გაუსწოროს არა მხოლოდ ბატონმა გახარიამ, არამედ სხვა დანარჩენებას.